სასწრაფო ინფორმაცია მაქვს. ჯეიკ პოლმა და ილია თოფურიამ ისე იკამათეს პირდაპირ ეთერში, რომ დიდი ალბათობით მომავალში ჩვენ ოქტაგონში შეიძლება არა, მაგრამ რინგზე ვნახოთ მათი კრივი. და იმან ჯეიკ პოლს დაეხა. მეორეჯერ მოტეხილი ყვა. ეხლა კი მოდით მოусმინოთ მათ დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში. ე딘 როსის ყველაზე გიჟური სტრიმი. შენ და ჯეიკ პოლს ორივეს მატადორს ეძახიან. მატადორს ეძახიან? მას გოლი ელ გალოს ეძახნენ. ეხლა ელ მატადორს თუ რაღაც ეგეც. ეხლა ელ მატადორია? კი, შეიცვალა სახელი. მომწონს ელ მატადორ. ისე რას ფიქრობ ჯეიკ პოლზე? მომწონს როგორც წარმოაჩენს თავს, მაგრამ როგორც მოკრივე ის უმაქნისია. ფიქრობ ძალიან ცუდი მოკრივეა, თუმცა მომწონს რასაც აკეთებს, როგორც ყიდის თავს. ესე იგი შენ თვლი რომ ის კარგი მოკრივე არ არის? არა. და რატომ თვლი რომ ცუდი მოკრივეა? იმიტომ რომ პოლს არ გააჩნია ის უნარები, რომელიც მას გახდიდა კარგ მოკრივედ. თუმცა ის თავის საქმეს პროფესიონალია, რომელიც კარგად ყიდის თავის ბრძოლებს. აი ეხლა დაფიქრდით. ე딘 როსმა ეს თემა თვითონ ჩამოაგდო და სათანადო პასუხიც მიიღო ილია თოფურიასგან, მაგრამ რა ხდება? ზუსტად 40 წუთში პირდაპირ ეთერში რეკავს ჯეიკ პოლი. დიდი ალბათობით ილია თოფურიას ამ ზარით გაუჩალიჩეს და უნდა ეგო თავის სიტყვებზე პასუხი და მან აგო თავის სიტყვებზე პასუხი, ძალიან მაგარი პასუხები დაუბრუნა ჯეიკ პოლს, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯეიკ პოლს აქვს დიდი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები. შეხედე, ჯეიკ პოლი მირეკავს, ჩაჩის პამავს მიპასუხეთო. გონი შენთან საუბარი უნდა. ალბათ კრივში გამომიწვევს, ის ხომ დიდებული მუჰამედ ალი არის. ჰეი ჯეიკ, მე მარტო ვარ. როგორ ხარ? მარტო ვარ. ის რა იქნა? ხუმრობ აქ არის. რა ვახარ ჯეიკ? ბრო, მე შენ პატივს გცემ, ფიქრობ მაგარი ხარ, მაგრამ თუ შენ მე ცუდ მოკრივედ მიგაჩნი ვარ, შევხვდეთ და ვისპარინგოთ. როცა გაგიხარდება, ამისთვის მზად ვარ. ყველა UFC-ის მებრძოლი ამას იძახის. შენ ის მითხარი, ტრავმები მოირჩინე? ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი. ისე ყველა UFC-ის მებრძოლი ერთი და იგივეს იძახის, არადა ჩემი თვითმფრინავით ჩამოვიყვანდი. აი პედი პიმბლეტს უნდა და ჩემთან სპარინგი, მე მას $1,000,000 თავაზობდი და კერძო თვითმფრინავით ჩამოყვანას, მაგრამ მერე უარი მითხრა. ჯეიკ, მე შენ პატივს გცემ, მომწონს შენი განწყობა და მიდგომა, ვიცი გიყვარს გამოწვევები და მეცაც გეტყვი სტრიმერებში და იუთუბერებში შენ საუკეთესო მოკრივე ხარ, მაგრამ თუ ვისაუბრებთ საუკეთესო მოკრივეებზე, ამ სიაში ნამდვილად არ შეგიყვან, თუმცა ვაფასებ შენსას. შენ დიდებულების სიას არ ადგენ. ამ სიას არ ვქმნი, მაგრამ გამაჩნია პირადი აზრი და ამ აზრიდან გამომდინარე ვთვლი, რომ როგორც მოკრივე ნეხვი ხარ. შენ უბრალოდ საშუალო მოკრივე ხარ და ამით ნამდვილად იმსახურე პატივისცემას. დაიცა, მაშინ მოდი მესპარინგე. არ არის პრობლემა, ჯერ შენი ყბა მოირჩინა, მაგრამ ახალი მკურნალობისთვის მოემზადე. არ მჭირდება მკურნალობა, ბრო, შენ ყბამდე ვერც მომწუდები. თქვენ MMA-ის მებრძოლები ნაგავი ხართ, თქვენ სპორტში ყველაზე საუკეთესოები ვცემენ. მოდი ასე მოვიქცეთ, მომისმინე აქეთ. შენ ყბას ჯგუფში არ შევეხები, რადგან ტრავმა გაქვს და რაც გინდა გააკეთე. გაგანადგურებ შენივე ღვიძლს ხეში და გაკავებ, გაიგე? შენ ხომ დაბალი ბიჭუნა ხარ? კი, არ ვარ მაღალი, მაგრამ დაბალი ხარ, ვერაფერს მიზავ. მომისმინე, შეიძლება ამ ოთახში ყველაზე მაღალი ბიჭი არ ვარ, მაგრამ იცოდე, ისეთ კომბინაციას გაგიტარებ, ჩემს ყვერების სიმაღლესთან გაგათანაბრებ. ერთი აფეთქება მინდა და შენ მუხლებზე აღმოჩნდები. ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ სპარინგზე, ეს კაი იქნება. რა სირობებს მესაუბრები? კაი რა, ფიქრობ, სადაც გინდა იგეჩხუბები და ეს ეხება მხოლოდ კრივს, მაგრამ თუ ჩვენ ნამდვილ კაცურ სულ ჩხუბზე ვისაუბრებთ, რა პრობლემაა, ეგეც შეიძლება. ბრო, მოდი ამაზე ნუსაუბრობ. მე შენ პატივს გცემ, კარგად აკეთებ შენ საქმეს, კარგად ყიდი იმას, რასაც ყიდი და რავი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც პირისპირ დავრჩებით და ჩამხედავ თვალებში, შენ იცი რაც მოხდება. ბამ და დამთავრდა ყველაფერი. აი ზუსტად ეს მომწონს ამ სპორტში, შევხვდეთ და ყველაფერი გაირკვევა. იმედია იგივე მიზეზს არ მოიფიქრებ, როგორც პედი პიმბლეტი და როგორც დანარჩენები. რა მიზეზებზე საუბრობ?
UFC-მ გაიგო რომ უნდა გვესპარინგა და მე იყო ბლა 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 MMA-ის მებრძოლები ისედაც ყოველ დღე სპარინგობენ და ასე შემდეგ. ამის გაკეთება შეგვიძლია სტრიმინგის და ვიდეოს ჩაწერის გარეშე. ნუ მოძდებ თემს სოფლიოს ამ ამბავს. შევხვდეთ მხოლოდ ჩვენ და გუნდის წევრები. კი, მაგრამ სტრიმი გჭირდება. მაიამიში ხარ? ჯორჯიაში. ჯორჯია ქვეყანა თუ შტატი? შტატი. თქვენგან კაი მეგობრები გამოვა. უბრალოდ ერთი სპარინგი. ეს შეჯიბრი მე და შენ შორის მართლა მომწონს, მაგრამ პირადად შენთან პრობლემები არ მაქვს და გისურვებ ყოველივე კარგს. წარმატებები შენ საქმიანობაში. And I respect everything you are doing. მადლობა ძმაო, მაგრამ ვისაც შენ სპორტში ეგონა რომ მოკრივია, ყველა ვცემე. But don't. მე ყველა არ ვარ და ნუ მადარებ. ნუ იძახე ეგეთ რამეებს. ნუ მაყენებ მაქციაში. ვინ არის ანდერსონ სილვაზე კარგი სტრაიკერი? არ ვიცი თუ მასზე უკეთესი სტრაიკერი არსებობს ვინმე, მაგრამ უკეთესი მოკრივე არის. დიდი ალბათობით არის. ალბათობით? ხო, ალბათობით. მომისმინე, რაღაცას გეტყვი, შენ სახელი ახსენე. მე მას დიდ პატივს ვცემ. სილვა ლეგენდაა და ბევრი გაუკეთებია ამ სპორტისთვის, მაგრამ შენ მას შეხვდი 45-46 წლის ასაკში. ეს სხვადასხვა რამეა. Fought him, he was 45 or 46 years old. კი, მაგრამ ჩემი კარიერის მესამე წელი იყო, რომ წამეგო, მეც გავიმართლებდი თავს და ვიტყოდი სილვა ჩემთან შედარებით 10-ჯერ მეტხანს და უფრო დიდხანს ჩხუბობდა, მაგრამ საქმეზე ვცემე. ისაც იცოდე რომ ჩვენ UFC-ის მებრძოლები ვართ პროფესიონალი სპორტსმენები, დოპინგის გარეშე, ჩვენ სუფთები ვართ. ჩვენს გვიტარებენ ტესტებს USADA. ჩვენს ბრძოლაში შენეგარ დაგჭირდება ძმაო, მე უბრალოდ ეს თქვი. I'm just saying. თქვენ ხომ USADA აღარ გამოწმენთ, რაზე საუბრობ? ჩვენ გვაკონტროლებენ ყოველთვის ძმაო, არ ვიცი როგორაა თქვენთან, მაგრამ ჩვენთან სულ ყოველთვის კონტროლია. ენტონი ჯოშუასთან 9-ჯერ წარმატებით ჩავაბარე ტესტი და შენს ბოსს, შენს მამიკოს დანაუაიც არ ჯეროდა რომ სუფთა ვიყავი და ვაგრძელებდი მოგებას. Like what do you mean? Wait. დაიცა რას გულისხმობ, რას იძახი, რას ქვია შენი ბოსი და მამიკო? ის მხოლოდ ბოსია, მერე? Like he's my boss, of course. ვერაფერს იზავ, შენ ალბათ მხოლოდ 2 მილიონს გამოიმუშავებ ერთ ბრძოლაში, ასე რომ ნუ შენ ცდები. ხო, მაგრამ ცდები. ვიცი რასაც ვამბობ. ცდები, ძალიან ცდები. კი, მაგრამ ვიცი. გეუბნები, ცდები. ეს წელი გვენატრებოდი, სად იყავი? რატო არ შეგიყვანეს ყველაზე მდიდარ სპორტსმენებში? შენ იმდენივეს გიხდიან, რამდენსაც LFA-ის ახალ ბედას გილოცავ, შენ ცდები. ჩემს და შენ შორის განსხვავება ფასეულობებშია. შენ ვაჭარი ხარ, რომელიც უყვება თავის ფანებს სიმდიდრეზე. ამით სიცარიელის შევსებას ვცდილობ, მაგრამ მე არ მჭირდება ხალხი რომ საუბრობდეს ჩემს ფულზე, რა მაცვია, რომელი თვითმფრინავით მოძრაობ. ეს ყველაფერი არ მაინტერესებს, რადგან ვიცი ვინ ვარ მე. მე არ ვარ შენაირი, არ მჭირდება ყვირილი, ახალი საათი მაქვს, ახალი მანქანა, ეგეთი ხარ შენ. That's you. აბა რაღაცო გიკეთია ხელზე რიჩარდ მილი. What? ხელზე გიკეთია რიჩარდ მილი. How can I what? რაღაცო გიკეთია ხელზე რიჩარდ მილის საათი. ამას თავისი მიზეზი აქვს და მალე გაიგებთ. Sounds very soon. ბრო, შენი თავის წინააღმდეგ მიდიხარ. საერთოდ ვერ ხვდები რაზე საუბრობ და რას გულისხმობ. მე მგონი მომავალში თქვენ გახდებით კარგი მეგობრები, მართლა არ მინდა ეხლა თქვენ იკამათოთან იჩხბოთ. I don't want you guys fighting and whatnot. არა, უბრალოდ ის დანას ეკუთვნის და ეხლა გადაიხადეს 15 მილიონი თუ რაღაცა. მომისმინე, შენ ეს არ უნდა განაღულებდეს, იცი რატო? იმიტომ რომ საკმარის შოულობ. Because I make more than that. No, you don't. Bro, წინა წელს რამდენი ჩხუბი გქონდა? შარშან ერთი ჩხუბი მქონდა. კაი, და ამით შენ ყველაზე მდიდარ სპორტსმენების სიაში ვერ მოხვდები. ჯერ არა. არსებობს ბევრი დიდებული სპორტსმენი, ვისაც შევეჯიბრებოდი, მაგრამ ეს რა სირობებში ეჯებრებით, ერთმანეთს ვერ ხვდები. who gives a კიდია, ეს შენ დაიწყე ფულზე. You brought შენ შეეხე ფულს პირველი, გაიხსენე ბოსი და მამიკო, გაინტერესებდა და გპასუხობ. კი, დანაჩვენი ბოსია, რომელმაც შექმნა ადგილი პლატფორმა, სადაც ჩვენ ვიბრძვით. ბედნიერი ხარ? You happy? 100%-ით. მეც ძალიან ბედნიერი ვარ. რასაც არ უნდა მივაღწიო, მე ბედნიერი ვარ. I'm happy. ბრო, შენ ლეგენდა ხარ და პატივს გცემ. ეს ონლაინ საუბრები და რამე კარგია, მაგრამ როდესაც ხალხი სულ ინტერნეტშია და ბრო, რასაც ინტერნეტში ვიტყვი, იგივე შეხვედრისაც გაგიმეორებ და ეს კარგია, იცი? იმიტომ რომ პატივს გცემ. I don't disrespect you.
თუ მე ვსაუბრობ სპორტზე, უნარებზე, ტექნიკაზე და ასე შემდეგ, არ ვთვლი რომ შენ დიდებული მოკრივე ხარ. არ შეგიყვან დიდებულების სიაში, გამიგე? მართალი თქვი, ამ სიას მე არ ვადგენ, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ასე ვთვლი. როდესაც ონლაინ ამას მეკითხებიან, კიდია ვირას ფიქრობს. მე ყოველთვის ვიტყვი იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ. კი და ამის სრული უფლება გაქვს, მაგრამ ასეთი საუბრების მერე ველოდები ხოლმე ასეთი ცნობილი მებრძოლებისგან გამოწვევა სპარინგზე, რადგან მაგრად გაასწორებს. ხალხს ეს უყვარს. დიდი სიამოვნებით გეჩხუბებოდი, გეფიცები, ვისპარინგოთ, ვიჩხუბოთ, ვიბრძოლოთ, როცა გაგიხარდება. მე ისედაც ყოველ კვირას სპარინგობ, ეს ჩემი ცხოვრება. აი მაგალითად შენ, რამდენჯერ სპარინგობ? How many times do you spar in a week? ეხლა? არა, აი როცა ფორმაში ხარ და ვარჯიშობ. ალბათ კვირაში 3 ჯერ. მეც იგივენაირად, მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან სპარინგობ. ეს საქმე მე მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. With a pleasure. აი პირადად მე ეს ზარე შემთხვევითი რო იყო ნამდვილად არ მჯერა და მგონია რომ ყველაფერი იყო ჩაწყობილი იმისათვის რომ აეწიათ ეს აჟიოტაჟი და გამოეწვიათ ილია კრივში ჯეიკ პოლთან. ჯეიკ პოლს უბრალოდ კიდევ მოუნდა ძალიან მაგარი ფულის გაკეთება და ეს ბრძოლა თუ შეხვდა, ილია მოიგებს თუ წააგებს მნიშვნელობა არ აქვს. მინიმუმ $50 მილიონ მაინც ჩაიკეცავს ჯიბეში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ ახმახს ილია დააძინებს. იქამდე კი მე კუჩში დღეს ჩავიკეცავ Burger Paradise. აი ამ სილამაზეს, რომელიც დღეიდან არის ჩემი გადაცემის სპონსორი. ვიცი როგორი გემო აქვს. ამასთან მარტო ფილმებიდან სიტყვები თუ აღწერს. თეთრი სასახლის ჰამბურგერები ყველაზე დედის მტყნელი ჰამბურგერებია მსოფლიოში. მოხრაკული ხახვები რო აყრია ზემოდან და რო ჩაკაბიჩავდა რო გენძრევა. მოკლედ ვოლტი გლოვო ყველა ეს გამოძახების სერვისი მუშაობს. ჩაწერეთ შიგნით Burger Paradise, ამოირჩიეთ, ჩაკმიჩეთ და მერე დამიწერეთ კომენტარებში. ცუდ რაღაცას მე ნამდვილად არ გავაპიარებდი არასდროს და კიდევ ერთ ამბავს გეტყვით რომ ამ კომპანიასთან ერთად მალე ძალიან მაგ რაღაცებს შემოგთავაზებთ თქვენ.